შემოდგომაზე დაიწყო ურთიერთობის მკვეთრი გართულება დასავლეთთანაც, რომელიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საქართველოს მთავარი პარტნიორი უნდა ყოფილიყო. ჩანდა, რომ ზვიადგამსახურდიასთვის მიუღებელი იყო ის ლიბერალური დღეულებები, რასაც დასავლეთის სამყარო პრიორიტეტებად მიიჩნევდა. შემოდგომაზე მთლიანად გაბუჩდა ურთიერთობა დასავლეთთანაც. ამერიკის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ქმედებებში დაადანაშაულა. სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა, რომ ზვიადგამსახურდიას სახით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება, რის გამოც საქართველოს უარი ეთქვა დასავლეთიდან ეკონომიკურ დახმარებაზე. ასე მითხრა პირდაპირ, რომ თქვენ აღიარებას დასავლეთიდან და ამერიკის შეერთებულ შტატებიდან არ მიიღებთ. არ იქნება აღიარება თქვენი, ვიდრე სახელმწიფოს, ესე იგი შევარდნაძის კურსზე არ დადგებთ.